ბათ ესე იგი ახალი კანონები არის, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მე-13 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო. ძალიან ბევრი ინფორმაცია გვხვდება ყოველდღე ინტერნეტში და ჩემი აზრით ესეც უნდა ვიცოდოთ, ესე იგი. დემოკრატია საქართველოში ღრმად დასამარების პირას არის, აი ამ კანონების შემხედვარე, ესე იგი, ცვლილებები არის საჯარო დაწესებულება და სტრუქტურაში. ესე იგი, გამარტივებული ხდება რეორგანიზაციის პროცესი, მარტივად რო გითხრათ, ადამიანები რო გაუშვან სამსახურებიდან, მაგალითად, მხოლოდ და მხოლოდ მათ სამთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ, ესე ვთქვათ, თუ კი მათი შტატი გაუქმდა, სადაც ისინი ეს ადამიანები მუშაობენ, სამ ინსტანცია რომ ციდაოთ სასამართლოდ, მხოლოდ სამთვის კომპენსაციას აიღებენ. იმ შემთხვევაში თუ მცხოვრები საპროტესტო მსვლელობას შეუერთებიან და პოლიცია დაადგენს რომ მოძრაობა შეფერხებულია, მძღოლს ემუქრება 1000 ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობას გვართმევენ 1 წლით. ნახე, საპროტესტო აქციებზე და მოძრაობის შეფერხებებზე 1 წლით მართვის მოწმობას ართმევენ. მეთანხმებით ალბათ ძალიან მძიმე კანონია. საპროტესტო მასალების უნებართვოდ განთავსება, პლაკატების განთავსება, რომელიც აზიანებს ქალაქის იერსახეს, დაჯერიმდება 1000 ლარით. ახალი რეგულაციებით, მეგობრებო, ნებადართულია პრევენციული დაკავება, ანუ შეუძლია პოლიციას დააკავოს ნებისმიერი პირი, თუ პირს ადრე აქვს ჩადენილი სამართალ დარღვევა, პოლიციამ შეიძლება ივარაუდოს, რომ კიდე ჩაიდგინოს დარღვევას და ვარაუდის საფუძველზე დააკავოს. ამ ვარაუდით დაკავებული პირი შეიძლება 48 საათამდე იყოს დაკავებული. თუ მათ სურთ გაასაჩინო პატიმრობა, უნდა გაიაროს სასამართლო სამივე ინსტანცია, რომელიც ხანგრძლივი პროცესია. ესე იგი, 150 ლარის კომპენსაციით შეიძლება დასურდეს. გზის გადაკეტვა ჯარიმდება, თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ არის, 5000 ლარით ჯარიმდება. ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე თუ ორგანიზატორად მიიჩნია, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 15000 ლარი იქნება. 15000 ლარით აჯარიმებენ, ესე იგი, იმ პიროვნებას, ვისაც ჩათვლიან, რომ არის აქციის ორგანიზატორი. ესე იგი, ნახეთ კიდე შემდეგი. შენობების ბლოკირება, შენობების შესასვლელი ბლოკირება, ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე. აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, ასაფეთქებლებზე საუბარი. მოხდა თუ არა მისი გამოყენება, ესე იგი 5000 ლარის ჯარიმას იწვევს. თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15000 ლარით ჯარიმდება. შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღიანი. აქციაზე ლაზერული გამოსხივების, ამ კვეთრი გამოსხივების ქონა, ისეთი საშუალებების ქონა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა და საქმიანობას, გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას. სახის ნიღბით დაფარვა, ან ნიღბით თუ იქნებით აქციაზე, გამოიწვევს ეს მეგობრებო 2000 ლარიან ჯარიმას. არასრულწლოვანი თუ იქნება აქციაზე, პოლიციის კანონიანი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე, თუ ის ჩამდენად მიიჩნიეს, ჯარიმა იქნება, მშობელს აჯარიმებენ 100-დან 300 ლარამდე. მოკლედ ეს და სხვა კანონები არის დაჩქარებული წესით მიღებული, რომელსაც პრეზიდენტმა მოაწერა ხელი და ამაზე შეფასებები შეგიძლიათ ქვემოთ კომენტარში გააკეთოთ. მადლობა ყურადღებისთვის.